თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. უფლებადამცველები ელისაშვილის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ. სიტყვის უფლებით ისარგებლა ელისაშვილმაც მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ მზად არის გადაიხადოს გირაო, ჩააბაროს პასპორტიც, რათა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება. მისი თქმით, მას ციხეში მკაცრ პირობებში უწევს ყოფნა. ელისაშვილის მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალდებული ალეკო ელისაშვილი მოსამართლესთან კამათის გამო დარბაზიდან გააწევეს. ალეკო ელისაშვილს სახელმწიფო ბრალდება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტერაქტისთვის არის ბრალდებული. ეს ქმედებები განხორციელდა სასამართლოს შენობის ეზოში არსებულ დამხმარე შენობა ნაგებობაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, ამიტომ ჩვენი შეფასებით უმჯობესი იქნებოდა თუ იგივე სასამართლო არ განიხილავდა იმ საკითხებს, რომელიც განხილული უნდა იყოს გამოძიების სტადიაზე და პოზიცია იყო, რომ არათუ პატიმრობაში, არამედ საერთოდ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული დასახელებული გარემოებების გამო, რომელზეც ვრცლად ვისაუბრეთ პროცესზე. და თუ თქვათ აღკვეთის ღონისძიებას დატოვებდა, ასეთ შემთხვევაში არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ისინი მიუთითებდნენ, რომ ვინაიდან სასამართლოს შენობაში მოხდა აღნიშნული ქმედების ჩადენის ფაქტი, სასამართლოს კონკრეტული შემადგენლობა ვერ იქნებოდა ობიექტური, თუმცა ბრალდების მხარეს მიერ განემარტა, რომ ეს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს სასამართლოზე თავდასხმა იყო მისი დესტაბილიზაციის და განაზღურების მიზნით, ეს წარმოადგენდა ტერორისტულ მიზანს, ეს არ მიემართებოდა კონკრეტულ ერთ და ორ მოსამართლეს და შესაბამისად დაცვის მხარის არგუმენტაცია არ იყო გამყარებული სამართლებრივად. შუამდგომლობა აღნიშნული სახით უნდა დაყენებულიყო პირველივე წარდგენის ხდომაზე, თუ მიიჩნევდა დაცვის მხარე, რომ ეს შუამდგომლობა დასაყენებელი იყო. გარდა ამისა, ის არგუმენტაცია, რაც მოგახსენეთ, გაიზიარა და შესაბამისად არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა.